ARIS პროგრამების დირექტორის სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა და რომელზეც ქრონიკა რამდენიმე დღის წინ გიყვებოდა დადასტურდა, ოპოზიცია და მესამე სექტორი გეგმაში გაწერილი პუნქტებით მოქმედებს. დიპიროს გეგმის ნაწილი იყო სექტემბერში აქციის გამართვა, რაც ოპოზიციამ უკვე დაანონსა. მეგინ არსავიძე გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. როგორც ირკვევა, ქართველი რადიკალებისთვის და მათი უცხოელი პატრონებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი იმ ჩავარდნილი სცენარების რაოდენობა, რომელიც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ახლა ყველაფერი ვითარდება იმ გეგმის მიხედვით, რომელზეც ჩვენ გასულ კვირას ვსაუბრობდით. საუბარი არის ARIS პროგრამების ხელმძღვანელის ჯონ დიპიროს მიერ ოპოზიციისთვის გაწერილ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც იყო ცნობილი მათ შორის კონკრეტული თარიღი, აქციის გამართვის თარიღი, ეს იყო 13 სექტემბერი. და ოპოზიციამ ახლა სწორედ 13 სექტემბერს დანიშნა საპროტესტო აქცია. როგორც ასევე ჩვენ ვსაუბრობდით და როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ გეგმასთან დაკავშირებით, ყველაფერი უკავშირდება სწორედ ევროკომისიის მოთხოვნებს და უვიზო მიმოსვლის საკითხს. ახლა რადიკალები ცდილობენ, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა დააკისრონ სწორედ საქართველოს ხელისუფლებას და ასე გაზარდონ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი. ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენ ევროპულ დღის წესრიგთან. ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. სამწუხაროდ არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება. ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან დაიწყება აქტიური მსჯელობა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე. როგორც ევროკავშირის წელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია შეწყდეს რეპრესიები. გათავისუფლდნენ უსამართლო დაპატიმრებულები. გაუქმდეს რეპრესიული კანონები. ჩვენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ მიუღებელია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დაუკავშირდეს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებს. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ეს კანონები არ გაუქმდება. აცხადებენ, რომ არეულობის გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული და ამბობენ, რომ პროტესტი უნდა გამოიხატებოდეს კანონის ფარგლებში და თუ იქნება კანონდარღვევა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, რეალურად არავითარი ოპოზიცია ისინი არ არიან, არავითარი პოლიტიკური აქტორები არ არიან და მათი პოლიტიკური საქმიანობა, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ გარედან მიღებული დავალების შესრულებას უკავშირდება. ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს მაგალითად ARIS ერთ-ერთ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, საუბარი იყო, რომ ზუსტად ამ ადამიანმა იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც მომზადებული არის, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ცდილობს deep state-ი, რომ საკუთარი მართული ადამიანები მოიყვანოს ხელისუფლებაში, ერთი ნარატივით მოქმედებენ, ერთი არავის არ გაუწყდეს და არ მოინდომოს რაიმე არეულობა, რაიმე კანონის დარღვევა. ვისაც რისი გაპროტესტება უნდა გააპროტესტონ კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში. ჩვენ უარს არ ვითხვით ოჯახური ღირებულებების კანონის კანონზე და არ გავაუქმებთ ამ კანონს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ შესაძლებლობა გაჩნდეს ბაღებში და სკოლებში LGBT კამპანიისა. ამავდროულად ჩვენ არ ვიტყვით იმ კანონზე უარს, რომელსაც ქართული გამჭვირვალობის კანონი ქვია, რომელიც 30-იან წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სუვერენიტეტის გამყარებას უწყობს ხელს. ახალი სეზონი იწყება რევოლუციების, ამ უსამშობლოებს თავიანთი პატრონი ყავთ, დირიჟორი, ამჯერად ARIS რეგიონალური ხელმძღვანელი დიპიროა თუ არ ვცდები მისი გვარი, გუშინ ბრიფინგი გამართა რუსეთიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა ხოშტარიამ, მისი ოჯახი ფინანსდება დღემდე უსირცხულოდ. დაგვიანონსეს, რომ თურმე 13 სექტემბრიდან მორიგჯერზე გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება, შემდეგ ახალგაზრდების ჩართულობა და ერთს ემსახურება ეს ერთ საქმის და ამოცანას, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს. ძალადობრივი გზით დასვან მარიონეტები, რევოლუცია საქართველოში არ მოხდება. თქვენ თანახმა ხართ ოპოზიციას მოგმართავთ, რომ გავაუქმოთ ეს კანონი და სქესის გადაკეთება დაუშვათ საქართველოში. თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს სკოლებში და ბაღებში LGBT პროპაგანდა იყოს. უკვე მერამდენად ხდება ორკესტრირება იმ პროცესების ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომლის განვითარებაც სურთ საქართველოში რადიკალიზაცია მოვლენების
აქაური რადიკალების, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების თავმოყრა გეგმა, რომელზედაც ჩვენ უკვე საუბრობდით, აი რა ის კონკრეტული ხელმძღვანელის მხრიდან ამოსული, განცხადდა, რომ არის მცდელობა ამის სისრულეში მოყვანის, მაგრამ სინამდვილეში რით ვერ გაიგეს და რით ვერ ისწავლეს, როგორც აქაური ლოკალური რადიკალების მმართველებმა და დავალების მიმცემებმა ქვეყნის ფარგლებს გარედან, ასევე თვითონ ქართველმა აქაურმა რადიკალებმა, რომ ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული, გამორიცხულია ქართველი ხალხის მოტყუება. ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ეროვნულ ინტერესზე უარს ვერ ათქმევინებენ, თუ რამე ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირში მიღებული, თავიდან ბოლომდე ეს იქნება ევროჩინოსნების სუვერენიტეტ დაკარგული ევროჩინოსნების დამსახურება და ბრალი. ხელმოწერული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს და ისევ კოლექტიური დიპიროების იმედად არიან, როგორც ჩანს, ვინაიდან ყველა მიცის, რომ ადამიანებს არანაირი კაპიტალი საქართველოში არ გააჩნიათ. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ჩანს მათი უსუსურობაც, მათი უსამშობლოობაც და ისე რომ ამ ზნეს ისინი არ იცვლიან. და შეგვიძლია გავხსენოთ კლასიკა, რომ გველმა შეიძლება კანი შეიცვალოს, მაგრამ ზნეს ვერ შეიცვლის და როგორც აქამდე იყო ყველა მათი გეგმა ამაო და განწირული მარცხისთვის, კიდევ უფრო მტკივნეული მარცხს იწვევენ ისინი. რადიკალური ოპოზიცია მოკავშირე მესამე სექტორთან ერთად კიდევ ერთი წარუმატებელი საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება, დავალებები ისევ უცხოეთიდან მიიღეს.